ვაგრძელებთ გადაცემას, რა თქმა უნდა და არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად. მე მგონი როლიკო კარგი იქნება, რომ შენ წარუდგინო. წარვადგენ. დიახ. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისათვის ძალიან ნაცნობი მამა გიორგი თეოდორაშვილია დღეს ჩვენი სტუმარი, ჩემი მოძღვარი, ნარიყალაზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გახლავთ, შემოყარგო და აი ესეთი არაჩვეულებრივი სტუმარი ნამდვილად და ეს ჩვენთან ნამდვიმე მარხვაში ეხა ცოტა ხანში წინვალე შვიდეული იწყება. კი ბატონო. ესე ქვია ხო სწორედ ვიძახი. კი ბატონო. ხო და ჯერ ვნების შვიდეული. მოდი მამა გვეტყვის ამ ყველაფერს, რამე არ შეგვეშალოს, მაგრამ მე მინდა ვთქვა როგორი საჩუქრით მოვიდა მამაო ჩვენ. კი ბატონო. აუცილებლად აი ესეთი ნაკრები მისი ლექსების რომელიც აი ვერ ვითმენ უნდა და მე უკვე განვიხილოთ ნახოთ ეს ლექსები და მე ვიცი და სიურპრიზიც გველოდება რომ როლიკო წაგვიკითხავს მამაოს დაწერილ ლექსად აი ეს ლექსების ნაკრები ემიგრანტებისგან არის თანხა შეგროვებული მათი დიდი სურვილით რა თქმა უნდა და ისეთი კარგი ძალიან თბილი რაღაც თქვა მამაომ რომ აი ესეთი ჩატი აქვს გაკეთებული სანუგეშო რომელსაც ქვია და აი ამ წიგნსაც ქვია სანუგეშო და რაღაცა ძალიან გამithვა გული მამაო აი ყოველდღე ვესაუბრები მათ საეკლესიო თემებზე საოცრად მოვიკითხავ თქვენი ეთერიდან მოვიკითხავ ამ ძვირფას ადამიანებს მოვიკითხვა ყველას მოვიკითხვა და მეცნიერება მათოჯახებს გამიხარდა რომ მამა ჯერ მოდით დავიწყოთ იმაზე საუბარი საოცარი ბრწყინვალე დღეები მოდის და გველოდება და როგორ ამზადებთ მრევლს აი სააღდგომოთ შესახვედრად სანამ ბრწყინვალე დღეები დადგება ჯერ მწუხარე დღეები გველოდება ძნელია ასეთი მხიარული განწყობის შემდეგ სინანულზე ვისაუბროთ მაგრამ აუცილებელია თუ ხინი გვინდა ღვთისაგან ჭირიცა შევიწყნაროთ თქვენ მოგეხსენებათ რომ გამოცხადებულია ეკლესიაში მარხვას წმინდა მამები უწოდებენ ყვავილს ყვავილი კვირტიდან ამოდის და ყვავილს ნაყოფი მოყვება კი ბატონო აი ამიტომ სანამ ჩვენ აღდგომა ღამეს გახარებულები შევძახებთ ქრისტე აღდგა მანამდე საჭიროა გარკვეული ღვაწლი შემზადება იმისთვის რომ მე სინდისი მქონდეს თავისუფალი იმისთვის რომ აღდგომა ღამეს რომ მივალ ტაძარში ომახიანად შევძახო რომ ქრისტე აღდგა აქავე ჩემო როლანდი დავძენ რომ ვინც ცოტა იზარმაცა და ვერ დაიწყო მარხვა მე ხლა მაქვს უფლება რომ თქვენ და პატივცემულ მაყურებელს მივცე კურთხევა რომ დაიწყონ მარხვა ბოლო კვირა მაინც რომ შევინახოთ მარხვა იმიტომ რომ პირველი ნაწილი დიდი მარხვის არის 40 დღე რომელიც მთავრდება ბზობა ბაიაობას მაცხოვარი შებრძანდება იერუსალიმში დიდებით და პალმის რტოებით ეგებება მაშინდელი საზოგადოება და დღეს ჩვენც ასევე ამით დასრულდება პირველი ნაწილი დიდი მარხვის და შემდეგი კვირა ჩვენ რომ ვეძახით ვნების შვიდეულს უკვე მარხვაზე მეტია ეწოდება დიდი ორშაბათი დიდი სამშაბათი და ასე შემდეგ და თქვენი ეთერიდან თუ შეიძლება მოუწოდებ ყველას რომ ვინც ვერ მოახერხა ნეფსი თუ უნებლიე დაიწყო მარხვა შეუძლიათ რომ დაიწყონ მარხვა ბზობას მოვიდნენ ტაძარში აიყვან კურთხევა ნებისმიერ ტაძარში არც ერთი მოძღვარი მე მგონი რომ უარს არ ეტყვის ამ საქმეზე და ორშაბათიდან შეუდგეთ და რატომ უყურეთ აი ძალიან საინტერესოა მოკლედ მინდა გაგაცნოთ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული მთელი სული და გულით განვიცადოთ უნდა ვიცოდეთ დიდ ორშაბათს რა მოხდა და რა მოხდა მას შემდეგ რაც დიდებით შემზადება მაცხოვარი იერუსალიმში და სოლომონის ტაძარში მოწაფეებთან ერთად გადის და ხედავს რომ გამხმარი უნაყოფო ლეღვია უნაყოფო ლეღვი წარმოვიდგინეთ აქ რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც ნაყოფს ვერ გამოიღებს სიყვარულის ღმერთმა ის გაახმო თქვენ წარმოვიდგინეთ რა საინტერესოა რა ამაზე არ ამახვიდებს არავინ ყურადღებას ყველას გვინდა მარტო ბზის რტოები ნაკურთხი წყალი და აღდგომის დღესასწაული მაგრამ ნახეთ რა ჭკვიანურად მოიფიქრა დედა ეკლესია რომ ორშაბათს გეუბნება აბა დაფიქრდი შილო გაქვს შენ სულიერი ნაყოფი გამოღებული ამ ცხოვრებაში რამე
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარს აემსგავსოს, იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს. მეორე დღე უფრო საინტერესოა, რომ მაცხოვართან მიდიან ფარისევლები და მწიგნობრები და აჩვენებენ მონეტას. რომ გადასახადები გადავიხადო თუ არა. ნახეთ, ფარისევლები უნდათ რომ გამოიჭირონ ქრისტე. თუ იტყვის რომ გადავიხადოთ, მოსეს ჯულის წინააღმდეგია. თუ იტყვის რომ არ გადავიხადოთ, მაშინ რომის იმპერიის წინააღმდეგია. ეტყვის რომ აჩვენეთ მონეტა, აჩვენებენ ვინ არის გამოსახული, კეისარი. კეისარს კეისრისა, უფალს უფლისა. და მერე მოყავს კიდე მაგალითი იგავი ქალწულებზე, 5 უგუნური ქალწული და 5 გონიერი, ვისაც ზეთი არ ქონდა და დარჩა სიძისთან შეხვედრის გარეშე. ეს არის მადლი ცხოვრებაში დაგროვილი, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მან აქედან მადლი და სიკეთე უნდა წაიღოს. როცა შეხვდება ის მაცხოვარს, იმ უგუნური ქალწულებივით ლამპარი არ უნდა იყოს ცარიელი ზეთისგან. ოთხშაბათი ეს არის ერთ-ერთი მძიმე დღე, როდესაც იუდა ისკარიოტელი, ერთ-ერთი მოციქულთაგანი, ვისაც გვადრუცი, ანუ ქისა ებარა, გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ გაყიდოს მაცხოვარი, ანუ გასცეს მაცხოვარი, მიდის მღვდელმთავრებთან, შეუთანხმდება, რა საზღაური უნდა მიიღოს მან ამაში და ძალიან მცირეც გადაუხდიან, 21 ვერცხლი, ძალიან მცირე თანხა იყო მაშინ. და ამ დღეს ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენც ჩვენი ცხოვრების წესით ხომ არ ვღალატობთ იესო ქრისტეს. ხანდახან ასე ვიცით ხომ, რომ რა ვქნა ხელფასი დაბალი მაქვს, უნდა მოვიპარო, უნდა მოვიტყუო, შვილები, მშივრები მეყოლება და ასე შემდეგ. ნებისმიერი ღალატი, ნებისმიერი სიცრუე, ნებისმიერი ტყუილი არის ღალატი იესო ქრისტესი. და ამიტომ ჩვენ წმინდა წერილმა არ დაგვიმალა, პირდაპირ გითხრა რომ მოციქული შეცდა, მოციქულმა გაყიდა ქრისტე და არ არის გამორიცხული რომელიმე სასულიერო პირმაც რომ იგივე ჩაიდინოს, ხო? დღეს თქვენ ხშირად გსმენიათ აი მღვდლები, ეპისკოპოსები სცოდავენ. დიახ, შეიძლება კიდევ არსებობდნენ, ამიტომ ჩვენ გაგვაფრთხილა წინასწარ. ჩვენ არ მალავთ რაღაც მინუსები რომ იყო, ხო? მოციქულების ცხოვრებაში. ჭეშმარიტების წიგნია სახარება და იქ ყველაფერი რეალურად არის აღწერილი. შეიძლება და ეს დამალულიყო, ხო? რომ არაფერიც არ მოხდა. შეიძლება განა გაუჭირდებოდათ რომ შეეპყროთ ქრისტე, ის ხო ყოველ დღე მათ ასწავლიდათ, მაგრამ ებრაელებმა ასეთი მზაკვრობა მოიწადინეს, რომ ციხე-შიგნიდან უნდა გატყდეს. ჩვენ რა შუაში ვართ, მისმა მოციქულმა გასცა. ესაც კარგად დაუკვირდით, აი ხშირად არის ხოლმე, რომ ესეთი ადამიანი საუბრობს რაღაცეებზე, რაც არ ეკადრება იმას და ამ დროს მას გამოაქვს შიგნიდან რაღაც ესეთი ამბები, მიხვდით ხო? ეს ყველაფერი იცის ქრისტემ, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ბოლოს დიდ ხუთშაბათს, აი ამ დროს ჩვენი პატრიარქი ფეხებს ბანს, სასულიერო პირებს, იესო ქრისტემ ინება რომ პასექი მოემზადებინა, პასექი არის როგორც ჩვენთვის აღდგომა ებრაელების ყველაზე დიდი დღესასწაული, ეგვიპტის მონობიდან გამოსვლა, ფესახ გვერდის სწავლას ნიშნავს. და ქრისტე მოგეხსენებათ რომ ამას ძველი აღთქმის ჯულს აღასრულებს, რომ ებრაელებმა არ თქვან, რომ ის ჯულის მოწინააღმდეგეა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ დაბყოლდნენ ებრაელები. და განეზრახავს მოციქულებთან ერთად რომ აღასრულოს პასექი, ოღონდ სანამ პასექს აღასრულებს, მოგეხსენებათ რომ ისრაელში არის ძალიან ცხელი კლიმატი და მაშინ ავტომობილები არ იყო და ვინც ფეხით დადიოდა, ხო, ხამლები ეცვათ. და მოგეხსენებათ ფეხი ჭუჭყიანი ექნებოდათ, ხო და ოჯახში რო სტუმარი მოვიდა და მონა ვალდებული იყო ფეხი დაებანა. მაგრამ აქ არავინ არ დაბანა ქრისტეს ფეხი, თვითონ ადგება იესო ქრისტე, არდაქს შემოირტყავს და მოციქულებს ბანს ფეხებს. და პეტრე შეიცხადებს, რომ რატომ აკეთებ ამას, არ გააკეთებ შენ ამაგას, თუ მაგას არ გავაკეთებ, თქვენ ჩემთან არ გექნებათო წილი. მე მოძღვარმა და მასწავლებელმა ეს გავაკეთეო და თქვენც ამას აკეთებდეთო ჩემს მოსაგონებლად. ანუ თავდაბლობის მსახურება გვასწავლა და ამბობს თავის თავზე. კარგია რომ ეს ყველა ასე ვთქვათ, თანამდებობის პირმა გაითვალისწინოს, რომ მე მოძღვარი და მასწავლებელი ვარო და იმიტომ კი არ მოვედიო, რომ თქვენ მემსახუროთო, არამედ მე გემსახუროთო. ჩვენ რომ წირვაზე მივდივართ, მღვდელი გვემსახურება. ჩვენ კი არ ვემსახურებთ მღვდელს და ამ დროს მღვდელი არის თანამწირველი იესო ქრისტეში. ის არის შემწირველი, შეწირული, ყველაფერი ქრისტეა. ჩვენ ასისტენტები ვართ ქრისტესი წირვაზე.
მაგრამ ერში სხვანაირად არის, ხო? ერში ემსახურებიან ადმინისტრაციას თანამშრომლები, პირამიდა ქვევიდან ზევით იწყება, ჩვენთან პატრიარქი ემსახურება თელ ეკლესიას, თელ საქართველოს. ჩვენთან პირიქით არის ყველაფერი და კარგია თუ დღევანდელ დღეს გულისხმავთ, რომ თავდაპირველობა არის ადამიანის ყველაზე დიდი საზომი. ადამიანი რო თქვა, როგორი ადამიანია, პირველ რიგში უნდა თქვა, არის თუ არა ის თავდამვალი. კი ბატონო. და ის შემდეგ უკვე მან იცის რომ იუდა მან და იქ არის, მაგრამ არ უნდა რომ იუდას დაუტოვოს მე რამე პრეტენზია და არა თქვას რომ მე გამომაგდო და არ მაზიარა, წარმოიდგინეთ რამხელა მოწყალება აღმერთის რომ ბოლო შანსი აქვს იუდას იქნება ჭკვაზე მოვიდეს და აცხადებს რომ ერთ-ერთი თქვენთაგანი გამცემს. ერთ-ერთი თქვენთაგანი გამცემელია, ხო? და მაშინ ყველა შეიცხადებს რომ მე ხომ არა ვარ უფალო, მე ხომ არა ვარ. დრო ყველა გულწრფელია, ყველა ზალალათ არის, უბრალო ადამიანები არიან, მებადურები არიან, წარმოიდგინეთ და იუდა ჩაილაპარაკებს დაბალ ხმაზე, რომ მე ხომ არა ვარ, მაგრამ შეწუხდება. ხლა რომ ქრისტეს რომ ეთქვა, რომ აი შენ ახარ იუდაზე პეტრე, იმას აშკარად თავს მოაჭრიდა, რა ხანჯლი დადიოდა პეტრე. ძალიან მოშურნია. ეხლა ვისაც მივაწოდებო მე ხმიაც, აი ის არისო გამცემელი, მაგრამ ისე გააკეთა ქრისტემ, რომ ეს ვერ შენიშნა ვერავინ. მოკლედ დაარსა დიდხუჩაბა საიდუმლო სერობა, ანუ საიდუმლო ერქვა, იმიტომ რომ ეს მარტო მოციქულებისთვის იყო, ყველაზე დიდი საიდუმლო ეს არის ზიარების საიდუმლო და თქვა პურზე ხმიაძე ეს არის პური სისხლი ცხეული ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად სოდვათა აიღო ღვინო და თქვა ეს არის სისხლი ახალი აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად სოდვათა ძალიან შკარავ საუბრობ რომ მინდა ბევრი მოვასწრო რომ თქვენი ეთერი ვიცი რომ მოყვებით მამაო ანუ ხო კარგად ხო არ არის ძალიან და დაგვინდა დაუკვირდეს ყველა ადამიანი ზიარებას რომ ვიღებთ და კარგად უნდა დაუკვირდეთ რამდენად მომზადებულები ვარ და რამეს ხომ არ მალავთ და ხო არ ფარისევლობთ გულწრფელი მდგომარეობა უნდა ახსარება ვთქვათ სინდისის მიერად მოკლედ ეზიარება იუდა და მაინც დარჩება თავის გამყიდველ მდგომარეობაში და ქრისტე ეტყვის რომ წადი და რასაც აპირებ გააკეთე ის ეხლა მინდა ძალიან საინტერესო მომენტზე გავამახვილო ყურადღება ნაზიარები მოციქულები მიდიან და მშვიდად იზინებენ თავის სახლში, ანუ როცა ადამიანი მარხულობს და ეზიარება მშვიდია, მაგრამ იუდა, რომელსაც ღალატია გუში ჩადებული, გადის და დაბორიალობს, აფორიაქებულია, შეწუხებულია, სინდისი ხომ მაინც თავისას ხომ აკეთებს და მიდის უკვე რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ გასცეს იესო ქრისტე ხუჩაბა საღამოს ყველა ტაძარში 12 ნების სახარება იკითხება მოგეხსენებათ და სანამ ქრისტეს შეიპყრობენ გეცემანის ბაღში მიდის და ბოლოს აღდელმთავრო ლოცვას აღავლენს და ამბობს რომ ამარიდე ესასმისი კარგად დაუკვირდით ხო ოფლის სისხლად იქცა იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული მამაკაცი სრული კაცი როგორც ღმერთი, რა თქმა უნდა, ის არ ეშინია და ოფლია არ მოზის, მაგრამ როგორც ადამიანს მას უყვედრელი ვნებები აქვს, არის მომაკვდინებელი ვნებები და უყვედრელი ვნებები რა არის? შია, წყურია, ტირის, იღლება და როგორც ადამიანისთვის ცოტა რთულია ეს ჯვარცმა და ევედრება მამა ღმერთს, რომ ამარიდე სასმის ოღონდ არა ისე როგორც მე მინდა. როგორც შენი ნება იქნება ყველაფერი ისე იყოს და როცა ჩვენ ვიგზნობ თავს განსაცდელში, ასე მივმართოთ. ჩემო კარგებო ღმერთს რომ ღმერთო კი მიჭირს კი რთულია ჯვარი მაგრამ იყოს ნება შენი იმიტომ რომ თუ ნება შენი იქნება გამოვალ ამ მდგომა და თუ ჩემი ნება იქნება ვერ გამოვალ და ძალიან გამეჭირდება აქაც საინტერესო მომენტია სამი გამორჩეული მოციქული მეყავს პეტრე იაკობი და იოანე პეტრე რწმენა იაკობის სასვება და იოანეს სიყვარული ანუ სამი სათნოება არის საჭირო ლოცვის დროს და მოღვაწეობაში გამოვა და ზინავთ შეაღვიძებს და სამჯერ გამოვიდა სამჯერვე ადამიანი ასეთი არსება მოკლედ არ შეუძლია იფხიზლოს და ასეთ რამეს ეუბნება რომ იფხიზლეთ რამე თუ სული მხნია და ხორცი უძლური ილოცეთ რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში აი ამ სიტყვების მერე შემოდიან უკვე ღვთისმთავრები მოკლედ ებრაელები შეიარაღებულები და შეიპყრობენ ქრისტეს პეტრე იშიშვლებს მახვილს
ეს მინდა ესეთ ადამიანებს მივმართო ეკლესიას, რომ იცავენ ხოლმე ხანდახან ესე რომ აი უნდა დავიცვა და ხო და პეტრემ უთხრა რომ ჩააგე, ქრისტემ უთხრა ჩააგე მახვილი, მე შემიძლია ხა ანგელოზების დასე გამოვიძახო და ისინი დამიცავენ, რომ ვინც მახვილს აიღებს, მახვილით მოისპოვა. შეიპყრობენ მაცხოვარს, როგორც ავაზაკს, ერთ-ერთ ავაზაკს და იმავე საღამოს შეიყვანენ პრეტორიაში, სადაც ებრაელების შესვლა არ შეიძლებოდა. ეს არის რომაელების ასეთ ჯარისკაცების სადგომი. კი ბატონო. და ეს უკვე არის პარასკევი. ყოველგვარი კანონდარღვევით გაასამართლებენ, ორ მოწმეს მოიყვანენ, რომ ეს ადამიანი აცხადებდაო, რომ ღმერთს გმობდაო, ტაძარს დავანგრეო, უამრავი ბრალდება სისულელეები, რა თქმა უნდა. და ყველანაირი რომაული კანონების დარღვევით და ებრაული კანონების დარღვევით გაასამართლებენ და მიუჯდიან მას, რა თქმა უნდა. აი აქ არის ყველაზე დიდი კულმინაცია და საინტერესო, რომ ჰეროდეს არ უნდა მისი დასჯა. ჯერიგეთ რომ ებრაელები ეზიზღება და თან ხვდება რომ ებრაელებს რომ ქრისტე ეზიზღებათ, უნდა რომ გაუშვას. და ამ დროს მისი მეუღლე ნახავს სიზმარს. და ეგო მართალი კაციაო რა და ვიტანჯეო მაგის გამო ღამე და გაუშვიო რა და ხა ვერც გაუშვებს, იმიტომ რომ თან არ უნდა რომ აჯანყება მოხდეს და გამოდის ხალხში და ეკითხება ამ აჯანყებულ ხალხს რომ წესი იყო უკვე პილატეზე ამ ხო უკვე პილატე ხო აპატეთ პილატე წესი იყო ასეთი დღესასწაული ახან იყო პასექი ხო რომ ერთი ადამიანის შებრალება შემიძლიაო და იყო ბარაბა რომელიც კაცის მკვლელი იყო და ეროვნული გმირი იყო ეზიზღებოდა რომაელები და ქრისტე რომელი გინდათო რომ შევიწყალო და ხალხი ეს უდამთავრები და ფარისევლები გააკეზებენ რომ ბარაბა ირჩიეთო ანუ ხალხმა ქრისტეს კი არ აირჩია ქრისტეს გზა კი არ აირჩია ქრისტეს გზა არის ჭეშმარიტება სიცოცხლე და სიყვარული რომელსაც ერთი კვირის წინ დახვდნენ პალმებით და აი ზუსტად კარგად გამახსენეთ და ხალხი ამბობს რომ ბარაბა და რა უყო ქრისტეს ის ხალხი ვინც პალმის ტოვებით ეგებებოდა ქრისტეს ყვირის ჯვარსაც ვიეგე წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვარს გააკრავენ ჯვარზე როგორც ერთ-ერთ ავაზაკს რომა კართაგენი დაიპყრო აფრიკაში იქიდან შემოიტანა საწამებელი იარაღი ჯვარი მანამდე იყო ჩამოხჩობა მაინც დიდი საწამებელი არ არის მარტივად ხდება ადამიანი და მორჩა მაგრამ კვირობით ეკიდა ადამიანის სხეული ჯვარზე და ყავყორნები კორტნიდან ყველაზე უმძიმესი იარაღი აირჩია თვითონ ქრისტემ ჩვენი გამოხსნისთვის და დღის 3 საათზე მესამე ჟამზე იქნება ჯვარცმული და მე-9 ჟამზე აღესრულება სულ 6 საათი დაყო მან ჯვარზე და იტყვის ძალიან საინტერესო სიტყვებს აღსრულდა რა აღსრულდა ჩვენი გამოხსნა აღსრულდა და მამას მიმართავს ელი ლამა საბაქთანი რატო დამიტევემე ანუ აქ არის საუბარი რომ იმდანაც ამაზრზენია ამ ხალხის ყურება რომ თითქოს ღმერთმაო თვალი არის და აი ამ მისტერიას რაც ხდება ჯვარცმის წინ და მიუტევე რამე თუ არაიციან რას აკეთებენ ეს თქვა ოლღა ჭავჭავაძემ ილიას ძალიან დიდი მადლობა ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ მამა გიორგი კიდევ ძალიან მალე და მოვისმინოთ ეს ყველაფერი